ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ დაადასტურა, რომ შალვა ნათელაშვილი აგენტი იყო. ნაპარული ჩანაწერების ამბავი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი და ამავე. ნათელაშვილის ბერძენიშვილის. ყველა სამართლებრივად გამართლებული ის იყო გადასტურებული. Алло? Алло, Владимир Вениаминович. Да, потом Шалвана. Ну как поживаете, как дела? Да все нормально, как у вас дела? Ничего, нормально, пока нормально. Может, я к вам завтра подъеду где-нибудь часов там в 5. შალვა ნათელაშვილისა და ანატოლი მოტკინის სატელეფონო ჩანაწერის შინაარსი საინფორმაციო სააგენტო GHN-მა 27 ივლისს გაავრცელა. სააგენტოს განმარტებით, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ფულის გადარიცხვაზე მინიშნებით ლაპარაკობდნენ. კერძოდ შალვა ნათელაშვილს უთქვამს, რომ ბავშვებისთვის ჰარი პოტერის წიგნები სჭირდება. სულ 15 ცალი, მაგრამ იქვე განუმარტავს 8-ზე მეტი არ შეიძლებაო. შალვაზე ეჭვიტანილად შალვას საქმე აღსდოს არ აღწრულა. მაშინ რატომ არ დააკავეს იგი ჯაშუშობის ბრალდებით? პასუხი მარტივია, ხელისუფლებამ იგი გადაიბირა და Deep State-ის აგენტად აქცია. იცნობდეთ აგენტს, რომელიც ყოველთვის უცხოური ინტერესების გამტარი იყო.